მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს სამგორის რაიონში დატაცებულ მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა ამას. დატაცებულ მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდარღვევები, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, სამწუხაროდ გაფრთხილებას რეაგირება არ მოხოლია, რომ მათ განეხორციელებინათ თავადვე დემონტაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დაიწყო დემონტაჟის პროცესი. ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და მე მგონი ამაზე ყველა თანხმდებით და ვიცით რომ ყავს ბევრი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა, მაგრამ ეს ადამიანები პატივსცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ყველაფერ იმას, რაზეც დგას სახელმწიფო. რომ არა კანონის პატივისცემა, დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა უკანონოდ აეშენებინა სახლი და შემდეგ ეთქვა რომ ეს მისი საკუთრებაა და არ უნდა შევეხოთ. ეს არის უსამართლობა და არავინ არცეთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უკანონობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული ვერ და არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მერობის პირობებში. ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომლებსაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე ზოგს სხვის სახეზეც უფიქსირდება ქონებები, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში სახელმწიფო მიწებზე. ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი თითეული ამ ქვეყნის მოქალაქის თქვენგანის ქონება და ეს პროცესი ამ ფორმით, რა თქმა უნდა, ვერ გაგრძელდება. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება, მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა არის კანონით დასჯადი, თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ არცეთ გაფრთხილებას და აგრძელებენ ამ უკანონო ქმედებებს. ყველასათვის ცნობილია თუ რა სასჯელს ითვალისწინებს ზოგადად დანაშაული ადამიანმა 200-300 ლარი რომ მიითვისოს უკანონოდ. ამავე დროს სახელმწიფოს მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია. ასევე გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ სამარცხვინო განცხადებებს, უფრო მეტიც დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან. ამას ხაზს უსვავ. ისინი აკეთებენ განცხადებებს, თითქოს ჩვენ ხალხი გამოვყარეთ დასრულებული სახლებიდან, ღია ცის ქვეშ დავტოვეთ. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული, ეს იყო მშენებარეები და რა თქმა უნდა, მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები. ეს შეგვიძლია ახლა ვნახოთ კადრები ფოტომასალით. აქ ასევე შენობა ნაგებობებზე თქვენ დაინახავთ თეთრ ფურცლებს, ეს არის ის წერილობითი მოთხოვნები დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება განხორციელდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აღიკვეთოს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 7 მილიონ ლარს.
და ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ადამიანებს, ასეთ ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ის ადამიანები და ის ოჯახები გავყავს ქირით. და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას, ამ პროგრამის განხორციელებას, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმ გადაწყვეტილებას, რომ 350 მილიონი იქნება 2021 წლის ბიუჯეტი ზუსტად სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა იმისთვის, რომ კარგად გვესმის არსებული სოციალური ფონი, არსებული სოციალური მდგომარეობა ამ პანდემიის პირობებში, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არც ერთი ადამიანი პრობლემების პირისპირ არ დავტოვოთ. მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ყველას გვერდში დაუდგებით, მაგრამ კანონი ყველასათვის უნდა იყოს უზენაესი. მადლობთ.